საერთო ისტორია მქონდა კლასში როქსიდი რეზოინანიშვილის მირანდუხს. იქ არის ესეთი მომენტი, რომ სთხოვს გამყიდველი ამ პატარა გოგონას ტალონს და მოსწავლეებს კითხე ამბობ, ბავშვებო, ვიცით რა არის ტალონი? ვერავინ ვერ მიხვდა და ბოლოს მე საზეიმოდ გამოუცხადე, რომ ბავშვებო, ეს იყო უფლება, გეყიდა 200 გრამი კარაქი ან 1 კილო შაქარი. ეს ტალონები გვიან საბჭოეთში, აი სადღაც 80-იან წლებში შემოვიდა და იყო შაქარზე, კარაქზე და ხორცზე თუ არ ვცდები. ადამიანს სულს თვეში ეკუთვნოდა მაგალითად 200 გრამი კარაქი, ზუსტად მახსოვს და 1 კილო შაქარი. მეც არავინ არ მოგცემდა და ამას ურიგებდნენ მაგალითად ეჩებს და სამსახურებში, ჩვენ უნივერსიტეტში სტუდენტები რო ვიყავით, მაშინ იყო და სკოლებში ბავშვებს. ანუ ეს ტალონები მე გროვდებოდა, მე ოჯახის რომელიმე წევრი მიდიოდა და ამით იძენდა იმ კარაქს, რომელიც თქვა თელი თვე უნდა ყოფნოდა.